რა ენერგიებში იქნებით უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. ვარიანტები არ იქნება, ეხლა ამოვარჩევა ესე სპონტანურად. სამბარად და ნახოთ რა ენერგიებში ხართ. კვირა ცოტა ისეთია დაძაბული, შეიძლება რაღაცის მოლოდინში ხართ, ან ვინმეს ელოდებით, ან უბრალოდ რაღაცა სიტუაციის კონტროლი გიჩანთ. შეიძლება ვიღაცის თვალთვალი, მაგალითად სოციალურ ქსელში, ან თქვენ უყურებთ, ან სხვა თვალთვალები, ცოტა დაღლილობა არის, პასუხისმგებლობებს იღებთ მაქსიმალურად, მოჭიმულები ხართ, მოდუნების საშუალება არ გაქვთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ ეხლა მე მოვდუნდე, ან დავისვენო, ან რაღაცა ჩემს კონტროლს იქ წავიდეს, ყველაფერი ცუდად იქნება, ყველაფერი დაიქცევა, დაინგრევა და მოკლედ არანაირად არ გაქვთ საშუალება სიმშვიდის, ცოტა გიჭირთ სიმშვიდის მოპოვება. შეიძლება დაღლილობის მომენტებიც გქონდეს, ბევრი რაღაცა გადაგხდათ წინა კვირაში, ან კვირაში გადაგხდეთ, ან კვირაში ბევრი რთული გამოწვევა და მაქსიმალურად დაღლილები ხართ, მაგრამ უძლებთ ბოლო რესურს, ბოლო ძალებს ხარჯავთ, რომ არა, ბოლომდე უნდა მივიტანო, იმიტომ რომ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანებით ჩანხართ და ვერ ისვენებთ ესე შინაგანად, არ შეგიძლიათ უბრალოდ ყველაფერი დაივიწყოთ და ვითომც არაფერი ყოფილა, ესე მიუშვათ პროცესები. ეს ერთი მომენტი. ეხლა კიდე ტრანსფორმაციული კვირაც არის. შესაძლებელია ამ კვირაში ამოტივტივდეს, წამოვიდეს, რაღაც წარსული სიტუაციების გახსენება მოხდეს. შეიძლება ეს ფინანსებსაც ეხებოდეს, პირად ურთიერთობებსაც არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც ძველი სიტუაციების წარმოჩენა მოხდეს და მაგრამ ეს არ იქნება იგივე ფორმატით დაბრუნება, როგორც აქამდე იყო, იმიტომ რომ აქ აშკარად ჩანს, რომ კი შეიძლება ძველი სიტუაცია გაცოცხლდეს, თუმცა სრულიად ახალი ახლებური პროცესები წამოვიდეს, ახალი ენერგიები, ახალი შანსები, ახალი შემოთავაზებები. შეიძლება ისეთი შანსი გამოჩნდეს ამ 1 კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, ფინანსურად იყოს, ფინანსებთან იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ან თუ სამსახურის შემოთავაზებას ეძებთ, ან ჯანმრთელობასთან, რაღაცა კარგი სასიამოვნო დადებით, რაც გინდათ და რასაც ელოდებით, იმის გაცოცხლება მოხდება. ეს ვიტყოდი, რომ სამყაროსგან შეიძლება წყალობასავით გქონდეთ და თუ გულით გითხოვიათ და გულით გილოციათ ვიღაცა, შეიძლება აგისრულდეთ და ღმერთო გულისთან ნატრი მაქვსო და ძალიან რაღაცას რო სამყაროს ღმერთს არ ვიცი, თქვენ ფარველ ანგელოს რო გულით შეესთხოთ, შეიძლება შეისმინონ და რაღაც ახალი შანსი მოგცენ, რომ აჰა, მიდი, გააკეთე, შენ გეძლევა მხარდაჭერა სამყაროსგან, მოკლედ ამ კვირაში ცოტა დაღლილები იქნებით, მაგრამ მაინც პოზიტიური საშუალება და პოზიტიური რესურსი გეძლევათ იმის, რომ ახალ კარში, ახალ სივრცეში, ახალ ენერგიებში შეაბიჯოთ, ფართოდ გაახილეთ თვალები და მზად იყავით ცვლილებებისთვის. ბედნიერ წარმატებულ სიყვარულით, სიხარულით სავსე კვირას გისურვებთ, პირადი გაშლებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში. მადლობა ყურადღებისთვის.